არია ხეჩიკაშვილის და ხედავთ რომ ძალიან ბევრი სტუმარია ჩვენთან. და მათ ქვეყანა წარმატებული იყო და ბევრი ისეთი ახალი ქვეყანა გაჩნდა. საკუთრივ გასა ძალიან ბევრი ქვეყანა წარმატებული, რომელიც განსაკუთრებული დირექტორია, რომ სპორტში ეს წარმატებები არა მარტო შევინარჩუნოთ, ამიტომ გამოვიტანოთ და ის იმიტომ რომ მე დავინდო წარმატებები. როგორც ხედავ Ahmati ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, ძალიან დიდი იმედით აღვიქვით თითოეული ჩვენთაგანი, მადლობა მინდა ჩემ კოლეგებს გადავხადო მონაწილეობისთვის და ყველა ერთს თავხდებით, რომ აქ არის წარმოდგენილი საქართველოს მომავალი. და საქართველოს მომავალი ნამდვილად საიმედო ხელში, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ახალგაზრდები არიან, ძალიან ბევრ კითხვაზე აბსოლუტურად გულწრფელად ჯერ კითხვებს ავდნენ და მე თვითონაც ძალიან კარგად წარმოუდგენთ როგორ უნდა შედეს საქართველოს და ჩვენ ვალდებულები ვართ თითოეული მთავრობის წევრი რომ მათ ხმას მოусმინოთ და მათი გული ძახილი იმდენად გულწრფელია რომ ძალიან ბევრი მათი სურვილი ნამდვილად უნდა ავასრულოთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთოთ. როცა უსმენ ამ კითხვებს, რა კითხვებსაც თვავენ ეს ახალგაზრდები, ნამდვილად გიჩნდება უკეთესი მომავლის რწმენა, რომ ეს არის ის თაობა, რომელიც გაცილებით უფრო მაღალი პასუხისმგებლობის გზნობით ეკიდება ყველაფერს, თავისი ქვეყნის ბედიღბალს, მომავალს, შრომას, სწავლას, სპორტს, გართობასაც და დასვენებასაც და ეს არის ჩემი აზრით უფრო და უფრო მასშტაბური ფორმა უნდა შეიძინოს ამან, უფრო და უფრო უნდა წახალისდეს ჯანსაღი კონკურენცია მათ შორის და მე მგონია რომ ეს ასეც მიდის, ეს ასეც ხდება. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამა მომავლის ბანაკი, როგორც მოგეხსენებათ, სოციალდება ანაკლიაში. დღეს გვაქვს ოლიმპიადის დღე, სპორტის ხუთ სახეობებში ხდება შეჯიბრება, ესენია ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, მაგირის შოხბურთი და ჭადრაკი. რაც შეეხება დასკვნით ეტაპს, დასკვნითი ეტაპი ჩატარდება 6 სექტემბერს და დაიხურება მომავლის ბანაკი. ბანაკი ძალიან მომწონს, აქავრობა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ მოხდი, ძალიან მაგარი გუნდი შემხვდა საერთოდ. ყველაზე მაგარი გუნდი არის, ჩვენ გუნდს ქვია Selfie. ბანაკში ყველაფერი მომწონს, ლიდერებიდან დაწყებული, თითოეული თანამშრომლებისგან დამთავრებული და საერთოდ ყველა ბანაკს იმედია დიდხანს იარსებებს და უფრო და უფრო გაუმჯობესდება ეს ყველაფერი.